ჰიტა მოკლედ ახლა მივადექით ნენელა ყველაზე ისე წაგეთ რა მონეტიზაცია. რამდენის გამომუშავება ზოგადად შესაძლებელი. მარტო იმით რომ ვთქვათ ახლა აი YouTube კონტენტი და როგორ არის YouTube-ი გიხსნის ხო? ხო, მონეტიზაცია რა საქართველოში და მახსოვს ერთ-ერთ მე მგონი არასერიოზულ პოდკასტში ლაპარაკობდი ძალიან კარგად მაგ თემაზე რა რომ ქვეყნებს ჰქონდა რაღაცა განსხვავება მონეტიზაციაზე, მაგრამ ეს რაღაცა მე ვიყურებდი და იყო 3 წელს წინ. ეხლა როგორ არის? ყოველ წელს საქართველოში უფრო იზრდება. და აი კარგია, მაგრამ მაინც ძალიან შორს ვართ, იქიდან დავუშვათ რაც tier 1 ქვეყნებშია. tier 1 ქვეყანა არის ესეთი რამე რომ ყველა ქვეყანას ხო აქვს GDP, ანუ რამდენი ქონება აქვს ერთ სულ მოსახლეს რომელიმე ქვეყანაში. YouTube-იც Google-ისა და Google-ს აქვს თელ დედამიწა დაყოფილი ეგრე. ანუ არის tier 1-ის ქვეყნები, სადაც ადამიანები მდიდრები არიან, მაგალითად ამერიკა, კანადა, საფრანგეთი, ბრიტანეთი და ის პატარა ნავთობის ქვეყნები კიდე რაღაცები. ეგ არის tier 1. tier 2-ში არის იტალია, საბერძნეთი და ეგეთი ქვეყნები. ჩვენ ვართ სულ ბოლოს ინდოეთთან ერთად და ეგ რას ნიშნავს? თუ მაგალითად მე ვიდეო დავდე და მაქვს მილიონი ნახვა, ჩემი მაყურებლები რომ ყოფილიყვნენ ამერიკიდან, მე გამოვიმუშავებდი დაახლოებით 18-დან 20,000 დოლარამდე. მიუხედავად იმისა, რომ ქართული არ. არხი სადაურია მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს საიდან გიყურებენ. და ნახე მილიონ ნახვაზე თუ გამოვიმუშავებდი 18-დან 20,000 დოლარამდე ამერიკელი რო ყოფილიყო ეს მილიონი ადამიანი. რამდენი მილიონი ნახვაც მექნებოდა, იმდენჯერ მაგდენი თანხა დამერიცხებოდა. ამიტომ ამერიკელი იუთუბერები უნორმოდ დიდრები მაგიტო არიან და მილიონიან დოლარიან კუნძულებს ათამაშებენ ესე. და 10,000 დოლარს იხდიან თამნეილში. ხო. და საქართველოში მილიონ ნახვაზე ახლა გაზრდილ პირობებში არის დაახლოებით ალბათ 500 დოლარი რა. და წარმოვიდგინე იგივე რაოდენობის ნახვაზე აქ არის 500 დოლარი, ამერიკაში არის 20,000 დოლარი. და თან იქ ინგლისურენოვანი ადამიანი ძალიან ბევრია და ჩვენ სულ 3 მილიონი ნახევარი ვართ რა. ამიტომ ძალიან არათანაბარ პირობებში ვართ. და აი ამ გადმოსახედიდან ახლა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნიშაზე ვილაპარაკეთ და მაინც შენირჩევაც ეგ იყო, რომ რაც გევასება და რაც გიყვარს, ის გააკონტენტე და ის აქცია შენ თავარ ამბად, მაგრამ მაინც თუ ჩემი მიზანი საბოლოო ჯამში არის, რომ მონეტიზაცია გავაკეთო რა, მალე. რა კონტენტი არის ესეთი რომ აი მაგას უნდა მივაწვე ეს ტოპ 10-ის კონტენტი, რამე განხილვები, თამაშები, რევიუები თუ აი რამის გამოყოფა შეიძლება რაღაც ეგ. ამ მოცემულობით. ეხლა რთული საქმეა და გამიჭირდება, მაგრამ რამდენიმე მაგალითს გეტყვი. მაგალითად, ეგ არის ძალიან რთული გამოსაცნობი. ეგ თუ საინტერესო იქნება ბოლო პერიოდში როგორ იცვლებოდა საერთოდ. ხო, ეგ თუ გამოიცანი, ანუ ფაქტობრივად ბევრი ფული იშოვე, ეგეთი ამბავია რა. იმიტომ რომ აი მაგალითად, ეხლა რო იყოს 2022 წელი. და ჩვენ ვფიქრობდეთ აისად, ანუ 2023 წელს თემ სოფლიოში რა კონტენტს ექნება ყველაზე მეტი ნახვა. ხო, შეუძლებელია. და ეხლა ხო შეგვიძლია ვნახოთ მაგალითად 2023-ში რა იყო ყველაზე ნახვადი და რა იყო ცხენის ნალის გამოსვლა. აუ ვიცი, რამდენი მინახავს ვაი გეტყვი 24-ში რა იქნება. მოიცა მეორეც გეტყვი ჯერ. ერთი იყო ცხენის ნალის გამოსვლა. ეხლა რომ 2022 წელი იყოს და ჩვენ ვცდილობდით გამოვიცნოთ ცხენის ნალის გამოსვლას, ვერავინ არ მოიგებდა რა. და მეორე იყო კიდე შეშის დაპობა. ეგეც გიქნება თანახი ესე რაღაცა წვევიანი ტიპები რომ აპობენ. გოგო აპობდა ერთი ბავშვი. და კიდე მე დახვეწეს 1000 ნაჯახების რაღაც კოლექციები აქვს და კუთხედი ნაჯახები და რაღაცები. და ეგ რატო გახდა ეგენი ცნობილი კონტენტი, მაგაშია მთელი საიდუმლო. ანუ ალგორითმი, როგორც თავიდან გითხარით, ორი კრიტერიუმისგან აფასებს ეს ვიდეო კიდე სხვებსაც უნდა აჩვენოს თუ არა. ერთი არის თამბნეილზე დაჭერა და მეორე ბოლომდე ნახვა. და ეს ცხენის ნალის გამოცვლა თამბნეილზე აკეთებდნენ აქედან რაღაცა ისე დაბინძურებულ ფეხს. და მეორე იყო ახალი ნალით და ესე გაპრიალებულ ხო, before after response-ში და ეგ თამბნეილი უკვე ძალიან მაგარია. ვიდეოშიც კიდე თამბნეილზე რადგან ნანახი გაქვს ის შედეგი, ბოლოში როგორი იქნება და თავიდან რომ ხედავ ამ რაღაცა გათლას და მე ნალის დამაგრებას და რამე. უჭირათ ფეხი და ხო, აი ქვეცნობიერად ელოდები ის რაც საუკეთესო ვერსია ნანახი გაქვს, როდის მოხდება. ამიტომ ანუ თამბნეილზე დაჭერაც მაღალი ქონდა და ბოლომდეც უყურებდნენ. და უბრალოდ გავაირალდა ეგრე. იგივე რაღაცა პრინციპის გამოყენება სხვა იმაში შეიძლება, ვითომ აი მაგალითად რა haircut-ი ან თმის ბარბერებიდან რომ აი ესეთი იყო და ეხლა ესეთი ან წვევა. სტატღირს რა. და before after შეიძლება. ძალიან მაგარ მაგალითია კიდე რამდენჯერმე მოვყვევი, მაგრამ გეტყვით რა კიდე თუ არ გეცოდინებათ. ბელაპორტში ამბავი, იცით ბელაპორტში? ბელაპორტში არის TikTok-ერი, რომელსაც 100 მილიონი გამომწერი ყავს. აზიელი გოგო ამერიკაში ცხოვრობს რა. და როგორ გახდა ბელაპორტში ცნობილი? რაც მუსიკაზე სახის მიმიკებით ცეკვავდა, მაგრამ მაგას აკეთებდა ძალიან ბევრი ადამიანი. ამასაც არ ყავდა საერთოდ გამომწერები და ერთმა ვიღაცა ტიპმა დააკომენტარა TikTok-ზე. ამ გოგოს რეკეტები უკეთია თუ არაო რა? და ყველა სოციალურ ქსელში არის ესეთი ალგორითმი, რომ რომელ კომენტარსაც მეტი ლაიქი აქვს, ის იპინება ავტომატურად ზემოთ. და თან მაშინ TikTok-ს არ ქონდა გადახვევის ფუნქცია. ანუ თავიდან უნდა ჩაგერთო ვიდეო თუ რაღაც ის ნახვა გინდოდა შუაში. და ეს კომენტარი რამდენიმე ადამიანმა რო ნახა, რეპლეიში უპასუხეს, რომ ზოგი ამბობდა რომ აქვს ბრეკეტები, ზოგი ამბობდა რომ არ აქვს და რაღაც ძალიან ცოტა ხნით ჩანდა რა. და თუ გინდოდა მართლა გაგეგო რომ ბრეკეტები აქვს თუ არა და თან ვინც კომენტარებს დახედავდა, ყველას პირველად მაგას ხედავდი და თან ყველა საინტერესებდა. ამ ვიდეოს თითო ადამიანი უყურებდა, ავი შეიძლება 5 ჯერ. და ალგორითმმა აღიქვა ესეთი რამე, რომ ეს ვიდეო არის დაუშვათ 10 წამიანი, მაგრამ ადამიანებზე ისე პოზიტიურად მოქმედებს, რომ მინიმუმ 5 ჯერ უყურებენ. და აჩვენა 9 მილიარდ ადამიანს რა.
ამ გოგო დაგროვა 100 მილიონამდე გაუმწერი, ამერიკაში გადავიდა, შემდეგ YouTube არხი გააკეთა და hip-hop ტრეკი ჩაწერა და ერთი ვიდეოთი 5 მილიონი გაუმწერი დააგროვა YouTube-ზეც და ანუ ეგ ყველაფერი გამოიწვია ერთმა კომენტარმა, რომელმაც უბრალოდ იკითხა რომ ბრეკეტები ქონდა თუ არა. სასმდა მებრუნდა იცი ამ სტატისტიკას რა. ცხენის ნალის გამოცვლა და სავარაუდოდ 2025-ში რომ გადმოხედეთ 24 სტატისტიკას, ერთ-ერთი პრეცედენტი იქნება ის ტალახებისგან რომ იმას აკეთებენ სახლებს რაღაცა კუნძულებს რაღაცა მაგასაც რო ჩართავს იმდენად შედიხარ მუღამში. აი ძველია ზა, ეგ 10 წლის წინ იყო, ხო ეს ჯოხებიც რო სახლებში იჩქნიან. ხო რაღაცა, მაგრამ ეხლაც აუზებს რო აკეთებენ და ხო სულ მოდაში. წელს ვიცი რა იქნება ქართულ სივრცეში, ძალიან ტრენდული. აი სუნამოები რა, არ ვიცი რა შეხვედრია თუ არა. სკოლიდან შევხვდა რამდენიმე ვიდეო, სკოლის ბავშვები აკეთებდნენ ის. ხო, ანუ რაცნაირად ისი და ჰაიპდა ის თემა ბუნებრივად. რო აი ყველა TikToker-ი და YouTuber-ი და ზოგადად ყველა ტიპი რაღაც სუნამოების შედარებას აკეთებს და იწერს ან ძველიდან სუნამოებს და რაღაცებს. და ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ აი არაფერ შუაში არ იყო თითქოს ისე გაჩნდა. და კიდევ უფრო გაიზრდება. ეხლა ორი ტიპი გამოგდის, ორი YouTuber-ის რა. ერთი რომელსაც ის საქმე უყვარს, რასაც აკეთებს და ამას კონტენტად აქცევს და მეორე ტიპი რომელიც უყურებს აი რა მუშაობს, რას უყურებს ხალხი და ეგ მისცეს რა. ან დაახლოებით ისე ტელევიზიები როგორც აკეთებს, ხო იცი, ეს დაკვეთა გვაქვს მაო და მიდის ინდური სერიალები და მთელი ამბები რა და ხალხი ამას უყურებს და რაღაცა ერთი რამე არ იქნება კარგი, დაახლოებით ეგეთ პრინციპია რა. თუ შექმნი კარგზე გადმოჯდება. აი გამახსენდა კიდე ეგეთი ტრენდი. ეხა იყო ბოლო თვეებში Tinder-ი, ან ვიდეოებში რო Tinder-ი არის და გოგო ბიჭებს ირჩევს ამ პირიქით. ამერიკაში იყო 1-4-5 წლის წინ და რაღაც სატელევიზიო ფორმატიდან მოდის, დაახლოებით 1000-დან იქ საიდმენები და ის. ხო რაღაცა ეგეთი ამბებია.